დამაჭრა. ახლა ფიქრობ როგორ გითხრათ. მამალმა გამბეკვა. ჯერ დილა მშვიდობის. Baile, rezini დავკარგე? მამალს დავდევდი ეს ხო გამცრა. აი, ავეგრიზინი რო დავკარგო, მაგარი რეზინია. ბევრ ადგილას ვიომე და არ ვიცი სად არის. ცხვირზე მაქვს სისხლი აქ. რა მიაუქალო გაიწიო. აი ამ ადგილას ვიჩხუბეთ. ამ ადგილას ვიჩხუბეთ. აქედან ადიოდა მაღლა. ანუ ის მამალი გალიაში რომ იზის თუ ტავი არის რა და მაგიტომ ის რო სხვებს ცემს და ადიოდა მაღლა ნინოს დაუძახე ნინო გამოდი მეთქი. რომ მაღლა არასულიყო დაჭერა მინდა. ვერ ნინოს გამოეკთა დილით ნინო უშვებს ხოლმე და ვერ გავაგებინე რომ შეეშვას მაგ ამბავს მე მივხედა. ხო და ჩამოდიოდა და აქედან უნდა გადამხტარიყო ვითომ იქით ზაბორის იქით უნდა გადამხტარიყო და არ იყო ისა დიხანია. ხო და აქედან დაკრუგა და წამოვიდა ჩემსკენ აქ ვითომ და ეგ თავპირზე კი არ მეცან სპეციალურად რაღაც აი მე სხვათა შორის სუფთამაცვია და ტალახიანი ფეხსაცმელები და ხო და ისა თავპირზე ვეღარ გადაბახტა რა და აი ამ ადგილას მეფე თქვა ეგრევე. წაიყვანე ჩავსვი. მანამდე რამდენიმე ადგილას აქ ქონდა ომი. ხო და რეზინა სად გამძვრა. დავიჯი არა მეკეთა. ანუ თმა მოღ რეზინას არ ვიხსნი. ღამე მიკეთია. ანაკ ბოლოში უსად მწუარა მოხალ. ან ყოსა მაქვს აკეთებული, იმიტომ რომ როცა მაშინაც კი ვერ ვიტანი. არა თუ ანუ ცხება. და თავპირზე ვაისება ქაფშენიცლი. ამ ადგილას ვიომეთ, არ არის აშკარად. არ არის. ამ ადგილასაც ვქონდა მცდელობა დაჭერის, არც აქ არ არის. ერთი შიგნით შევსვი არ არის. ახლა მე დილა მშვიდობისა კი გითხარით, მაგრამ ერთი აქაც ვნახო. არ არის. ყველაზე კაი ვარიანტი ეტყობა არ მეკეთა, რო ავდექი და მეგონა რომ მეკეთა. კაი ხო. აშკარად არა აქ. თუ არის იქ იქნება მაგრამ საჭმელი რა გვაქვს? ნინო წასულა მაღაზიაში. უტანია დოშირაკები. და ჭამია, წუხერა არფია გავაკეთე დღეს. თევზი მაქვს. შემწვარი. სკუმბრიაც მაქვს. თამთამი ხარ, ჩემი უფროსმა. თევზი ხო მიგაკ თევზი. ეს წინაზე შევწვი, წინაზე კვირა შევწვი. ოშაბათისთვის და ეს დარჩა. ხო მათიაში მე და ტაფაში ჩავდე და გავაცხლე. ხო და სკუმბრიაც ამოვიღე ბრაკი. ეხლა აქ გამოღადებული. აქ იყოს დავჭრი მე მაგას ეს რისთვის გავაღე. ხო საჭირო მაინტერესებს და რა გქონდა. აჯობს სანდალია ცოტა და როგორი აქ არის ერთი წამით ნახოთ. სენდი. ეს შესაძლებელია ხახვით, ძმრით, ლიმნით და ქინძით. უკეთ ისეთი რაღაცები არის, რომ
ბარბარე რო ადგება დოშირაკ შეჭამს. აქ მოხარშული კარტოშკა მაქვს და როცა იტყვი რომ საჭმელი აღარ აქვს მერე ვიფიქროთ, კაი? მანამდე მოდი ყავა დავლიოთ და აი მოდი ცივი წყალი შევიცდა ცივ ხელს ვიდებ რომ ცოტა გონზე მომივიდეს ის რა ქვია ცხვირი ეხლა გავიღვიძე დალ ო ვერ გავიგე არ უდევე ტობა კარგად ერთი გეხვეწები შედი შენთან საწოლთან ჩემი შავი რეზინა თუ გდია ანაი სანამ იქამდე მიხვა გზაში თუ გდია აუ აი აქ ცუდად დევს და იმიტომ იყო შემოსული მე ტარფუნოდი შევეჭამა და აი გამაქვს მიკული სადღაც პატრონთან ერთად არის წაყლი. ო, ჩავიდა, ჩაღლაპე. აბა ჩოვიდეს მითხრას რეზინსა და სიტყვები კიდე. კლავზეც ვიკეთებ, ხოდა მე მოვიწყნე. აუ, რასეცებს მაგისთანაც გზაში უნდა ენახა და საწოლთან უნდა ენახა. არა? ადიელაზე იყო. ეს რეზინი. ჰა? რა? ხო რა თქიდა და ქალო ემოდენას რა დახარჯე ფული? შენ ფული რამდენი წაიღე? 10 ლარი და დამჭი. ნუ ხარჯა მოაგროვე. რა ვიცი, რაში გამომადგება. ეს რეზინი, მართლა მაგარი რეზინია. ეს არის ნანუშკის გამოგზავნილი თმისამაგრებიდან. აჰა. ავიკონციალო. აი ესე რომ სახეზე არ მომხვდეს. და წავითით მაღლა ყავას. ო, მომძრა. ხო და ისე მაგრად მიყვარს ეს რეზინთან. რავი, გაწელე სადამდეც გინდა და რომ შეიკრავ. აი, ძურას აღარ აშვება რა. რა უცებ, დავხატ ერთი მივწერვამათ. საროჭის ნახატზე წერდნენ და მაგ დროს უნდა ვუპასუხო ხო. ხო და რას ვამბობ? დილაქციონსაც იგითხარ და 12 დაიწყო. ეხლა დავღვიძე. იმიტომ რომ დავძინე 4-ზე. 4-ზე და რამდენიმე წუთი. ყველაფერს შემიძლია რომ თავი შევიკავ და შევჭამო. თახოიც მაგაშია მაგარი ვარ. მაგრამ შაქარს ვერ ვუშვები. ყავაში და ჩაისი. აი ტკბილს თავ შევიკავ, არ შევჭამ. აი ნამტვარი არ შევჭამ. მაგრამ აი ის უბრალოდ არ შემიძლია. მირჩევნია არ დავლიო. არც ჩაი და არც წყალ, ჩაი უზომოდ მიყვარს, არ არსებობს. დღე ზაფხულშიც კი რომ არ დავლიო ხოლმე. ხო და თუ შაქრო იქნება საერთოდ დავli. თუ არ აქციარო საერთოდ. ხო და დავიძინება დროს. და ეხლა აღვდექი, ესეც ნინომ გამოღვიძა, რომ ამაზე ვერ დავიჭირეო და აქ-იქ დაიბის. კიდე კაი გამოღვიდე, თუ გადავიდოდი 2 საათამდე და საქმე მაქვს, საქმე. ხო, ის საქმეები არა გუში რაც დავამთავრე და რაღაცა, აი რა ვიცი, მტრებიან, იატაკიან, ყვავილებიან, შეტანიან, სხვა შორის ვიდეოს გადაღებას ვაპირებდი, მაგრამ ვეღარ გადავიღე. ეს სემიჭკა ძალიან მომწონს. სოლარი ხო კაია. სხვა სემიჭკები მართლა არ მომწონს. რაღაცა სნუპები და რაღაცები და ანახცო ძაღლი არის. ხო და ამაში არის ეს თეთრები, დიდები ვარ, თურქულებია მე მგონი რა ვიცი. ხო. აი. რა ვიცი, სასიამოვნო საჭმელია.
თუ ის არ არის ხოლმე მივხვდი რომ ეს კაია და ამას ყიდულობს ხოლმე ნინო. მოკლედ. ანუ ეგ საქმეები დავამთავრე სულ. მე მოდი ვიდეოს ჩავწერთ ხო და მეცადასა. ხო. ნინოს რო გავუშვებ მეთქი და აი საჭმელს რომ მოვრჩები, შევჭამ ვიდეოს ჩავწერთ. ნინოს ეკვაზე რო წავიდა, კარტოფილი ვერ მოუსწარი. ის წაუსი რა ქვია. კეჩუპი წავისვა პურზე და გზადაგზა ჭამე. ხო და მე მამიდა და თა მომყავდნენ, ჩემი რძალი, მამიდაშვილის ცოლი. აი არა მოუყვნენ მაღლა. აქ ვიყოთო გარეთო, ცოტა ხანი სანამ ცეკვა დაუმთავრდებოდათ, რომ ტასოც იქ იყო და მე უნდა ჩაევლოთ. ვიჭუქჭუკეთ კარგად, გემრიელად ყავამასთან ერთად დავლიე. მე დავიწყე ხატვა. და მოხდა ისე რომ ვეღარ გადავიღე ვიდეო. ოღონდ ყველაფერთან ერთად ეს სიზარმაცე თან დამყვებოდა. ძვირფასი. სად ხარ შვილო? მე ბავშვი ხო კარგად არის. გაიხედავ, აცვია, გამოიხედავ, გახდილია. მე ხა გავიღვიძე ეს ცეკვაზე მიდის. ახე ნინო. ჩაკხვაჭნა, აგენედე. რომეცა და სადღაცას მიკრინა. აი და ნახე. კანია მიკეცლა. გიკრინა? ვირია. და საყლელი. ხო და აი ეს ნახატი დავხატე. ამის 4-ის რაღაც წუთები იყო რომ მორჩი და მე სანამ გავაშრელა კი რაღაცა ნახეთ რა ლამაზია. ნინო რა სიტყვი ხარ წერენ რომ ამას ანუ ჩარშოში ჩავსვათ თუ არა მეკითხებია და რა ვიცი. თქვენ როგორც გინდათ მეთქი ხა ამის შემოხაზვას რაღა უნდა და თქვენ რა სიტყვით. ნახეთ. ეს რო ჩარჩოში იჯდეს. აი იქნება? იმიტომ რომ ისიც მე მეკითხება. მე კიდე მეთქი პრობლემა არ არის თქვენ როგორც გინდათ და ვერ გადაგვიწყვეტია. აი ეს არ ვიცოდი რა იყო და მე ეს ადგილი რო წავიკითხე მივხვდი რომ ო იყო. ეგ ერთკვილიანი ო. ეს როგორც ეწერა ზუსტად ესე გადავიტანე ანალოგიურად ხელმოწერა შევიძლია გავაყალბო. ნახე ჭავჭავაძის ხელმოწერა მაქვს დაწერილი. ხო და ხარ რა ვიცი. აბა მომწერეს გავიგო. გადავწყვიტე ჩავსვა. და მივწერე რომ ჩავსვა მეთქი და აი ამიტომ. განახებთ ეხა რატოს. ანუ ესეც კაია, მაგრამ ნახეთ. როდესაც დაეწერება ვილოცვები, ну ეს არ დაიმალება. შეიძლება ვიღაცამ აი აქ ჩააწეროს ვილოცვა, ვიღაცამ აქ ჩააწეროს ვილოცვა. ეს კაი არ დაიმალება და არ დაიკარგება, მაგრამ ეს რაზომაზეც არის. ეს იმ ნაწერებში დაიმალება, გაქრება და ის ჭავჭავაძის ეს ხელმოწერა და რაღაცები აი თქიფება იმ მილოცვებში და ჯობია რომ გავუკეთო ჩარჩო. ხარს არ ახატე. არა მარტო ეს უნდა არც ზარი არ უნდა და არც არა. ასე რომ მივედით მაგდასკვნამდე. ეხლა გვინდა ყავა. შენ თვა გაგიკეთო მოდი და მაგის რა პრინციპში ისე. მომიტანე მოდით მაგაგიკეთო და ხო მეც ფიქრობ ჩარჩოში ჩავსავ ერთ წამივიდე. გონია რომ უნდა ჩამოვარდეს ფარდასთან. ხელზე ჩექმები ჩაიცვი. ისინი სადამოთ თეთრები. აქალაკია გადმოწია გუშინ და სვეგდეს და გარეცხვა. თუ ძირებს არ გავურეცხა ოთახში არ შემოაქვს ხოლმე და იქით გავწირო და გამერეცხა წუხელი. ხო და რომ მივყევი ეს დადექი. რომ მივყევი რომ ვეღარ ჩავედი გაწვა, მაგრამ აი მე როგორ მიყვარს რომ ძინავს და წვიებს და მაგრად გაწვიმდა. ასხავდა იქით მხრიდან და გამოვწიე აქეთ. დაახლოებით 12 საათი იყო. რომ აი აქ მივეყუდე რა ველოდებოდი იონი ამოსულიყო რომ დაწვებოდა მე მეც დავწვებოდი. საჭმელი კი არა ისე აბანოში იყო. სადღაც სანამ ამოვიდა 1.5 საათი ჩამეძინა. აი მაგრად მეძინებოდა და აი 1.5 საათის ჩაძინება აი გავითიშე და მე ეკალების ხმაზე გამეღვიძე. მიშველა ის რომ ავდექი და დავხატე, თორე ვერ დავხატავდი და ეხა ეს დასახატი მიქრებოდა.
ანუ ის რო რთულია და რაღაცა კი არა, აი ყველაზე ადვილი ნახატი, აი უბრალოდ რაღაცა ცხოველი რო გადაიტანო, ამე მულტფილმის გმირი, ხა დღეს ამაქვს მადაგასკარის პინგვინი ხო დავხატე, პირველი პინგვინი იყო მგონი. მეორე იყო, ეხა უნდა დავხატო ლომი. თავარი გმირი რო ხო, ალექსა. ხო და ანუ ის რო რთულია კი არა და გეზარება რო დახატო, არა, არც ერთი დახატი არ მეზარება. დრო უნდა აბსოლუტურად ყველას, დრო. ჟორაც რო ყავთ მან. დღეს მადაგასკარის წელს მადაგასკარს მივდეგით. აჰა. სიონ სათხარ კარგად გაქვს ჩატანილი. აუ ჯინსი შეგცივდება. მეორე სქელი ჯინსი მაინც ჩაიცვი. მეორე ხო გა? ამეცის სესთხელი არის. რა ვიცი არ შეგცივდება? შეგცივდება ის სქელს მოგცივ. ადე ქალო ადე ანთენინო მოდი მე ავწევ და შენ გამოაძვრინე რომ აშკანა უწეწია უყურეთ შარვლებია გამოღებული და ერთმანეთზე ყრია ვაიმე ლოგინს არ შევხედო საერთოდ არ აჩავს ვაიმე რა ვიყავ ერისთვის აბოვიტარი ხდაბათ სად დაბაცდი თუ ზავლიო აი ეს ფილმს გამოგზავნილია ხო? არა. კი. ის დაგასია რა. რაც უნდა ჩამოწვევი. ესე იგი, აი იცოდი რო გედო. ხო, ვიცოდი. ხო, ან იცოდა ან არა, არ არსებობს, როდესაც ეხა ხო დავიწყე ნელა რომ დავრეცხო ის ტანსაც, მართლა ჯერ ვერ ვიღებ რომ ზამთრისები შევინახო, მაგრამ ამდენჯერაც დავაპირე გრავი ცუდი ამილი იყო და ივანესო შავი ხუდია თვია თვილი. მანქანაში რომ შეაგდებ რა მოზდის სხვა ტანსაცმელებს. მithumetes თუ აი ხუდი და ბაიკისა ესეთი. ან ფულე. არ ვიცი ამ ჩემ მანქანას კარგი რა აქვს, ვიცი, როდესაც აი ეს ჯიბე და რაღაც ამოვარდება რეცხვის დროს, ამ რაღაცა რა სალფეტკზია აქვს ლაბარაკი. როგორც ამოვარდება, წინა აქვს აი ეს წყლის რო ესხმება და ისე უნდა ჩავიდეს რა კარების დაბლა ხო იცით ესე ნახურეთი რო ჩადის. იქ აქუჩებს ანუ ჭრილი რო აქვს ეს თლიანი გარშემო, იქ ქვეშ აქუჩებს იმას რა ქვია სალფეტკებს და აბსოლუტურად თუ რამე ზედმეტი არის. ის ძველი მანქანა რომ მქონდა, ეხაც ამაქვს არ გადამიგდია, უბრალოდ იმის ის იყო რომ 60 გრადუსზე აღარ რეცხავდა, 40-ზე რეცხავდა რა და ეხა როდესაც თეთრი ქონდა, რაღაცა ჭუჭყიანი იყო, ვეღარ ქაჩავდა და ვეღარ ეცხავდა, თორე მუშაობს და ეგეც გაკეთებადია და არც გადამიგდია არც არაფერი შევინახე. რა იცი რა ხდება. ხო და ისა. ის აუბედურებდა ხოლმე ყოველ ერთში თუ აი ეს პატაწინა საფრთხე ყველა ტანსაცმელს ზედა ჰქონდა. ეს არა. მაგრამ მაინც ხა იონის რა ხუდიცაცვია ბაიკისა ზედა ჰქონდა და ისა რო გაშრა მე ნესტიანი ჩოტკით გავაცალე. ჯერადრი არის 15 რო დააკლდება მე წადი ტყუილა იქვე იქ ბეყესავი. მოკლედ ჩარჩო გვაქვს გასაკეთებელი ამ ნახატისთვის და всё დამთავრდა. შოთაც დავხატე რუსთაველი. ესე იგი წასაღები აქვს 4 საროჭო. ერთი ის ერთი ეს ერთი შოთა და ერთი ისა. ვა მოვიჯატო. ეგ. მე გაწოლია. და დასახატი მაქვს. ეკას ბიჭის ლომი მაქვს დასახატი. და ნინოსი ის მაქვს ფორსაჟიდან ნახატი გასაკეთებელი ორი მანქანა გოგო და ბიჭი. ეგენი მაქვს თუ კარგად მახსოვს. აი მე ნეტა მართლა იგა მაქვს. აბა წავიდე სავიჭკების რაოდენობას დავხედოთ. თორე სკრინები მექნება, მაგრამ მაინც მოდი გული დავიმშვიდოთ. ეს აკიდია ისე. ხო. ეს არის ნინოსი, ეს არის ეკას ბავშვი. ეს ნიეკო, ხო.
ანუ ზედმეტიც არის საროჭკა არა მაქვს რომ ვივტრიო ხა ტვინი თუ ვის უნდა დავუხატო და ვის არა ესე ყავა ცოტა ხარ ცოტა გაცივდეს მეთქი და ფიჩზე დამიდგია ხან ხო კი გაცივდა მეგონი ადუღდა აუკატებიც უნდა მეჭვინა და როგორი დაწყალი თალებით რა ჭამა ეს კაია ნახე როგორი დაწყალი თალებით მიყურებს ვაიმე როგორი ცაცოდავი არის ჯემი პრინცესა როგორ მიკულებს დაწყალი თალებით გოგო გამექცა მოვაპირქვა მოგ ყველგან მიეჯახა ის თუ გიჭმევია მაშინ კაია ჩავალ მე ვაჭრე მოსავჭრია აი ფეხებში ეს ვიხედავს ესე იგი გუშინ ყოველებ ხო გავიტანე და მოვწყეს ყველა აბსოლუტურად ორი ცალი გარეთ დავტოვე და მე მგონი რა ვიცი კარგად არის და არ შეცინია ესენი შემოვიტანე ისევ და ისევ კი არა სავარაუდოდ მთელი ზაფხული აქ მეყოლებიან იმიტომ რომ გამყავ ხოლმე გარეთ წელს ყოველ შემთხვევაში წინა ზაფხულს რა იმის წინ მქონდა გარეთ გატანილი და რა ვიცი მშვენივრად გრძნობდნენ თავს ბარაქის ხეც კი გარეთ მქონდა კიბის ქვეშ მედგა და რა ვიცი ძვირფასად გრძნობდა თავს აი რავი მწვანედ ღაღანეთ და შარშან ან თვითონ მზე იყო მასეთი არც ერთ ყვავილს არ უხეირია გარეთ შევიტანდი გავიტანდი გადავდგავდი გადმოვდგავდი აი ყვითლდებოდნენ ხმებოდნენ რაღაცა მოსდიოდათ და ბარაქის ხეც რომ შემოვიტანებ всё ამას აღარ ჯერის რო დიდში არის გადარგული დიდ ქოთანში მართალია ქვები ყრიათ რა ბზიმია რა ის მაქვს გაკეთებული რა ქვია დრენაჟი ქვებით ხო და მართალია ის არის ანუ შეიძლება რომ აიყო და ჩაიტანო და რაღაცა მაგრამ ადგილს ვერ პირდაპირ ზე მთელი დღის მანძილზე 7 საათამდე მზეა რა ხო და იყვნენ აქ სინათლეც ეკნებათ ვაი ნუ ჰეიმე არ შემიძლია როგორ მოიგმინა შორენას რამდენი ხანი არ ვნახი ხარ და უშენოდ ხო იცი ვერძლებს ელამაჩი გოგო აი მიხედე პირდაპირ თვალებში ვთხარ და ჩამხედებს აი შეხედე აი გოგო შეხედე იქავ და შორენა შენ გიყურებ ნახე გოგო რა ლამაზია ნინო და როგორი ყურებ ეძინება გავაღვიძე ბავში მიდი წინასწარ ჩემო ოჯახში წინასწარ ხდება ჩაწერა არ ვიცი ახლა არ გამაფრთხილეთ და რატო არ მითხარი და რაღაცა არ ვიცი მომწერეთ იმიტომ რომ მე რო დაიტაცებენ პრობლემა არ აქონდეთ ან კნუტებზე მაქვს ლაპარაკი რა სამდენი დინგი დუნია კატარო ყავდა რომ დაყრის სად მიმყავ მე თქვენი მეძება არანაირი ფული არანაირი გაყიდვა გაჩუქებთ მე მოგიყვანთ ადგილამდე ისინი არ დაყრიან წელს პატარები არიან რა შემოდგობით თუ არ გადაეკეთათ ხო და ეს გაფაქტულია ვიცით არ შეიძლება რომ შავი კნუტის გარდა რამე დაყაროს კიდე სუ შავები იყო შაშან როგორ მინდოდა რომ ის გადარჩენილიყო მახინჯი კი დაიბადა ერთ ფეხზე წინა თათზე ქონა ორი თითი აი ნეკადაც აი ესე ქონა და აქეთაზე ქონა 3 და ეხლა აი დიდი უნდა იყოს წესით რომ დასაცილო იქნება ხეზე ალბათ გაუჭირდებოდა ახლა იმეებით ხა როგორც მე ახლა აი ორი თითით ყოვზი ავიღო დავხატო ცოცხი დავიჭირო ნუ მტვერსაც რო მოკიდებ ესე
ისინი როგორ რასაოცარი როგორ მახინჯდება ნაყოფი შიგნით. ნუ არ არის მარტო კატაზე ლაპარაკი რა ის. ადამიანზეც როგორი რაღაცები რა მოქმედებს, რა გარემოება, რომ ასეთი მახინჯებს ვერ ვიტყვი ხა ბავშვზე, იმაზე რა ქვია მაგას? ანომალიებით რო იბადებიან. მახინჯი რა სიტყვა არის მახინჯი? ანომალიებით რო იბადებიან და რო წვალობენ. რაცოდო თუნდაც აი სიამის ტყუპები რო არიან. ერთი ისინი ხო დიდები არიან და გათხოვდა კიდეც ის გოგო. უბრალოდ აი როგორ ის არის ერთი ტანი აქვთ და ორი თავი. და მოიაზრებენ როგორც ორი ადამიანი, ანუ იმიტომ რომ ორი ტვინი აქვთ რა, ორი თავი აქვთ და სხვადასხვა ადამიანები არის. მე მგონი აი ხერხემალი, აი ეს ადგილი აქამდე ერთი აქვთ და მე ერთდებიან. ოღონდ კი ესეც კი ერთი აქვთ, უბრალოდ აი თავები სხვადასხვა ხერხემალჯერ და აი აქ ერთდებიან უკვე. და ესეც ერთი აქვთ რა. გეცოდინებათ არ არსებობს, დიდები არის, მათ შორის კარგად წარმატებულები არიან. რაღაცა მასწავლებლები თუ ფსიქოლოგი, რაღაცა ეგეთი ის არის და თავიანთ სფეროში კარგები არიან. ხო და კიდე ხო დაიბადნენ ეგეთები მე. ხა მაგას როგორ გააცალკებ, ხა თავს ვარ მოვაჭრი. იმიტომ რომ თან ის ერთი არის, ის უკვე სხვა ადამიანია. რამდენი იბადებიან, ხო არის საშუალება თუ ისეთი რაღაცა, რომ თავთავიანთი ორგანო აქვთ და ყველაფერი აი უცლებით იყვნენ, თეძოებით იყვნენ, გადაბმულები და ანუ რო აცილებენ კიდე რაღაცა. კაია. არა ისე დაახლოებით ბარბარის ასაკისები არიან, სავარაუდოდ ინდოეთში ხო ძალიან ხშირია ეგეთი. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი გარემოება სხვადასხვა ფაქტორებიც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ პირველ რიგში არის სისხლის აღრევის ამბავი. გენეტიკურად ხო და ძალიან ხშირი ანომალია, რაც იბადებიან, ეს არის ინდოეთი. ყველაზე ხშირი. რაღაცა საშინელებები, აი როგორ წარმოიდგინე გონია, რომ ფოტოშოპია რაღაცა ვიდეოთი რაღაცა არის გაკეთებული, აი არ ვიცი. ადრე ჩემს ბავშვობაში რომ ოხოლმე ისა ბავშვობაში არა უკვე მე აი ინტერნეტი რომ უკვე კარგად ხელმისაწვდომი გახდა, ეს ჩამოვიდა. იყო ერთი ბიჭი ალბათ გემახსოვრებათ, აი ამ ადგილას რომ ადამიანის უკანა ნაწილი, კურტუმი და ფეხები ჰქონდა ჩამოკიდული. აი ეგ რომ როგორც ადამიანი რაღაცა სოროში რომ იძვრება და უკანა მხარე დარჩება, აი იმასე რომ ჰქონდა, გახსოვთ? გეცოდინებთ. ხო და ისა გაუკეთეს ოპერაცია და მოაცილეს. ეგ იყო ანუ ტყუპები დაიწყო ჩამოყალიბება ტყუპებით და მე ეს ნაყოფი ერთ ბუშტში რო შეხედან და რაღაცა ერთიანდება, რაღაცა გადაგვარება ხდება, რა ვიცი, რა ხდება. ეს ხოლმე იფურთხო. ნუ ხოლმე ქალიფთო რაღაცა. აი იღე ცოტა. მომენტი ჩაჭუჭული. ის ყველა შანსი გავსწორე, ესე ისეთი ჩადერდა, ეს და ამოი. ხოდაი და მე რაღაცა ხდება. რა ნინო კარების გასაღებად მეზარება ჩამოსვლა ხო გააგებ. ბევრი არ ამოიყო, იმიტომ რომ იქამდე უნდა გიყოს და შემახედე. და თან გზადაგზა რომ ვერ ვიტან აი ეს დადიანე თუთი. მიტრიალდი. შარვალი როგორ აქვს ერთი ნახეთ რა. უბრეცილიაცია ზოლია. შუიდან იწყება და გვერდზე მარცხნივ თავდება. ეს მქონე აიმებს მტკენს. კეთილი რა. სადაც გძლები. აგრად აქ მტკენს შეიძლება ისე მოტრიალდი. შენ ჩატანვაზე დადიოდი? დამსახურებული ისა ხარ ჩატანის ოსტატი. ჩაცმისა.
და შესაძლებლობა არა მაგას ვამბობდი ეგეთი რაღაცა რომ ხდება და უყურებ ამათ ეს გმოქონდეს არ დავაპატარო უნდა იყოს ძალიან ჩამოყონწიალებული ყურადღები იყავი ზაღლებთან გააღებ იმას იზარება რა ჩამოსვლა არა ხუმითა კიდე კაი შეგეც და თუ გაღებული არის მაშინ აღარ ვიღა დაკეტავდა წავედი ხა დაგებშდობებით მომავალ ვიდეომდე მე კაი თემა მომაწოდეს სააღდგომო რიტუალი არა ტრადიციები და ეგეთი რაღაცები ანუ რა ხდებოდა ჩვენს ოჯახებში ხო და იქ ვიცინე იმ კომენტარზე მართლა სინამდვილეში რა ხდებოდა არა ისაო დაიცა ქიშმიშის გამო რომ საქნა გამოვაცალეო ცხობის პროცესში თუ რა როგორ და ცხობის პროცესში კი არა ცოლში ქიშმიშები ამოვაცალეო და ლობიოები ჩავალაგეო მისმაკირებდა და კიდე იყო ერთი რომ მაგაზე ვიცინე ძალიან ფეხებში ვედებოდით მე და ჩემი ძმაო თუ და როგორ იყო ნახო ერთი კიდე ხო და ისა ფეხებში ვედებოდით რომ მოკლედ სააღდგომო სამზადისო ზოგი პასკაო ზოგი რაღაცა ხო ადრე უფრო ესე აი რაღაცნაირად იყო რა ბავშვები უფრო რაღაცას ელოდებოდნენ თუ რა იყო და საჩუქარსო თუ რაღაცა უნდა მოეცათო და ესაო ესე გვითოს წნა თუ არ იქნებ თუ საჩუქარს არ მოგცემთო და ვალერიან დავლიო მეცაო და ჩემს ძმაზე თქვა თუ დაზე დავალევინეო რამდენიმე ისე წყნარად ვიყავითო და მე გამიგესო და ვეღარ მომცემდა საჩუქარს წარმოიდგინე ახლა რო იცოდა რომ ვალერიან დაამშვენებდა ვაიმე როგორ პეჭიდება ისე წაველი ხალხდება მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით აბაჰე და აბაჰო უკეთებ ხამია მას ჩარჩოს ბალწაი